ჯილდო რეჟიმის მსახურებისთვის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც სანქციები ადევთ, ირაკლი კობახიძე აწინაურებს. ოლიგარქის პრემიერი და მათი დავალების უშუალო შემსრულებლები დღეს საჯაროდ გამოჩნდებიან პოლიციის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე. საინტერესოა, რა აქვს სათქმელი ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრ საზოგადოებისთვის გორში მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელშიც სამართალდამცველები ფიგურირებენ. ლიზი ვეკუა უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს ამ თემის დეტალებით. ლიზი, გისმენთ. დიახ, ნაცვლად იმისა, რომ ძალადობის დამკვეთებს პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს სწორედ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გვინახავს, გულისხმობს სწორედ მოქალაქეებზე ძალადობას, მაგალითად გორში მომხდარ ფაქტსაც და ასევე 2024 წელს ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ მოვლენებსაც. ამის ნაცვლად ქართული ოცნება ამ ადამიანებს აჯილდოვებს და ახლა ბოლოსნობებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული მინისტრი სულხან თამაზაშვილი ირაკლი კობახიძემ გენერალ-მაიორის წოდებით დააჯილდოვა. გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა ვაჟა სირაძესაც და მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ორივე მათგანი ასევე ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული მიხეილ ყაველაშვილის მიერ. ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებს, რომლებიც ასევე იხსენებენ ზვიად ხარაზიშვილის, ანუ იგივე ხარებას დაჯილდოებასაც მაშინ, სწორედ მაშინ, როდესაც 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ჩვენ სამართალდამცველების სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები და მოქალაქეები ვიხილეთ. მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე პოლიციის მაღალჩინოსანი დააჯილდოვა სწორედ ღირსების ორდენიდან, მათ შორის იყო ზვიად ხარაზიშვილი. ამ ფაქტებს იხსენებენ ადვოკატები ჩვენთან საუბრისას და აღნიშნავენ იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს და სახელმწიფოს პირობებში რეალურად ეს პოლიციელები და პოლიციელების მაღალჩინოსნები სწორედ საპყრობილეში აღმოჩნდებოდნენ. მას შემდეგ, რაც გავრცელდა გორში გადაღებული უმძიმესი ძალადობის კადრები. ამის შემდგომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ არ აქვს სისტემას უნარი სწორად გაიაზროს ის საფრთხე, რომელიც ახლავს ამ ტიპის ძალადობას. არც საზოგადოების რეაქცია ესმის, არც საკუთარი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის რაც წინა პერიოდში ხდებოდა, როდესაც 28 ნოემბრის შემდგომ აქციის მონაწილეების მიმართ იყო სასტიკი ძალადობა და ამის შემდეგ დააჯილდოვეს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ ძალადობისთვის, შემდეგ ამან გამოიწვია უფრო მძიმე რეაქციები. ანალოგიურია სწორედ ეს შემთხვევა. ზოგადად ამ ქვეყანაში ადამიანები უსამართლოდ ისჯებიან და არც ისაა გასაკვირი, რომ უსამართლოდ ჯილდოვდებიან ხოლმე და ეს ჯილდოები და დაწინაურება გამოწვეული არა იმით, რომ ისინი კარგად ემსახურեն საკუთარ სამშობლოს და ხალხს, არამედ იმით, რომ იყვნენ ერთგულები პარტიის და კონკრეტული პოლიტიკური პირების. ამ შემთხვევაში არსებობს ხოლმე გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად შეიძლება გენერლის წოდება მოგანიჭონ დილით და საღამოს მოხსნან დაკავებული თანამდებობიდან, ასე რომ გენერლობის ამბავთან მაინც ფრთხილად ვიქნებოდი მათ ადგილას. დაამკვიდრეს პრაქტიკა სისტემაში, როდესაც მოძალადეებს აჯილდოვებენ, მაგალითად ჩვენ გვახსოვს, როგორ გადასცეს მთავარ ჯალადს, ხარებას ორდენები, რომელიც არის სისხლიანი ორდენები და მას იმიტომ გადასცეს, რომ დაღვარეს ქართველთა სისხლი, ამიტომაც სისტემა ცდილობს ერთი მხრივ დააჯილდოოს, მეორე მხრივ კი, როდესაც დაჭირდებათ, ეს ადამიანები დაიჭირონ და ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რამოდენიმე ადამიანიც კი დაიჭირეს, მაგრამ დღემდე არ არიან დასჯილების შემკვეთები, დღემდე არ არიან დასჯილები, ვინც უშუალოდ დაგეგმა აღნიშნული ძალადობები. ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, იტყვის თუ არა რაიმეს დღეს სულხან თამაზაშვილი მედიასთან, რადგან დღეს არის პოლიციის დღე და საღამოს 9 საათზე გაიმართება მათთვის სპეციალური ღონისძიება, რა დროსაც საინტერესოა, იტყვის თუ არა გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით სულხან თამაზაშვილი რაიმეს, თუმცა ეს ყველაფერი ცხადია, მოსალოდნელი არ არის, რადგან ის მედიასთან უმეტესად კომენტარს არაკეთებს ხოლმე, როგორც მოისმინეთ ადვოკატების შეფასება, რეალურად სამართლიანი სასამართლოს და სახელმწიფოს პირობებში ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში და არა ის ადამიანები, რომელზეც სწორედ პოლიციელებმა იძალათეს.